ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ჩემთან ერთად სტუდიაში იმყოფება ბატონი გიორგი გოცაძე ფონდ კურაციოდან. ბატონ გიორგი, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ ასევე მოგვიანებით შემოგვიერთდება ანდრია ურუშაძე, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და თბილისის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის წარმომადგენელი, ასევე საშუალება გვექნება მოვისმინოთ ინტერვიუ ჯანდაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან, რომელიც დღეს ჩაწერა ფოკუსმა, სწორედ იმ კვლევასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც ბატონი გიორგი გვესაუბრება. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა, რომ გვიამბოთ თავიდან რა არის კვლევის ძირითადი მიგნებები. სალომე, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს, მადლობა მოწვევისთვის და მადლობა თქვენი დაინტერესებისთვის ამ კვლევის შედეგებით და სხვა ტელეარხების. ეს არის განმეორებადი კვლევა, რომელიც ყოველ 6 თვეში ერთხელ მეორდება. მისი აზრი და მიზანი არის ის, რომ შეისწავლოს ექსპერტების დამოკიდებულება, გარკვეულწილად შეფასება განვლილი 6 თვის და ასევე მოლოდინები რა არის მომავალი 6 თვის. კვლევა ემსახურება, ეს არ არის ასე ვთქვათ თერმომეტრი, რომელიც ზომავს ტემპერატურას, იგი ემსახურება მხოლოდ დამოკიდებულებითი საკითხების შეფასებას, რათა ამ დამოკიდებულებების საფუძველზე ჩამოყალიბდეს კონკრეტული რეკომენდაციები, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე განსაკუთრებით მთავრობისთვის, იმისთვის, რომ იქნეს გათვალისწინებული შემდეგ პოლიტიკის ფორმირებისა თუ მისი გაჟღერებისთვის. ვინ არიან ეს ექსპერტები, ესეც აინტერესებს. ეს ყოველთვის ისმის ეს კითხვა, ყოველთვის ჟღერდება, რომ ვინ არის, საიდან შეარჩიეთ. რამდენიმე ათეულ ადამიანზე არსებობს. ჩვენი ორგანიზაცია არსებობს 20 წელიწადია და 20 წელიწადი ამ საკითხებით, რაც ეხება ჯანდაცვის პოლიტიკას და ჯანდაცვის სისტემის რეფორმებს, ამითი არის დაინტერესებული არა მარტო საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და არა მარტო ამ ქვეყნებში, კიდევ სხვაგანაც. ამ ხნის განმავლობაში დაგროვდა საკმარისი მონაცემთა ბაზა, იმისთვის, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ქართველი ექსპერტების გამოსაკითხად. კითხვარი ეგზავნება 250 ადამიანს ყოველ ტალღაზე, მაგრამ პასუხობს წინა ტალღაზე იყო 91, ამ ტალღაზე გვიპასუხა 98 ადამიანმა. რომ გითხრათ ვინ არიან, საშუალო, ესე იგი დაახლოებით 80% 10 წელზე მეტი ხანია ჯანდაცვის სფეროში მუშაობს. ამათგან დაახლოებით 70% გამოკითხული ექსპერტებისა არის 51 წელზე უფრო მოზრდილი ასაკის. შესაბამისად, მათი ასაკი და მათი სტაჟი განაპირობებს იმას, რომ კვლევის მიღებული შედეგები არის ვალიდური და მათი აზრი არის გასათვალისწინებელი. შინაარსზე რომ ვისაუბროთ, რაც მაყურებლისთვისაც საინტერესოა, რა არის ძირითადი მიგნებები. ერთ-ერთი რაც გაისმა არის, რომ ჯანდაცვის ხარისხის გაუარესებასთან დაკავშირებით უფრო მეტმა ექსპერტმა გამოთქვა ასეთ კითხვებს. მოდით დავაზუსტოთ ეს საკითხი, შევეხებით ძირითად მიგნებებს. კვლევა ეხება კონკრეტულ ბლოკებს, რაც ჯანდაცვის სისტემას ახასიათებს და მის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს არის დაფინანსების ბლოკი, ანუ გვაინტერესებს ექსპერტების დამოკიდებულება, როგორ აფასებენ დაფინანსებას და აქ წინა ტალღასთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპერტების რაოდენობა, რომელიც თვლიან, რომ დაფინანსების კუთხით გადადგმული ნაბიჯები აბსოლუტურად მისასალმებელია და დადებითად აფასებენ მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, თუმცა აქვე დავძენ, რომ ერთ-ერთ კითხვაში, რომელიც ჩაკითხვის სახით არის, ექსპერტები ასევე ამბობენ, რომ მათ მიაჩნიათ გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ ეს დაფინანსება შეიძლება არ იყოს ადეკვატური იმ პასუხისმგებლობებთან, რომელიც სახელმწიფოს აქვს აღებული მოსახლეობის წინაშე. მეორე ნაწილი ეს არის, რა თქმა უნდა, ხარისხის ნაწილი, ხარისხი კომპლექსური თემაა, ცალსახად მასზე მსჯელობა არ შეიძლება, იმიტომ რომ ხარისხი ითვალისწინებს როგორც დაწესებულების ინფრასტრუქტურას, ასევე იმ დანადგარებს და მოწყობილობებს, რომელიც ამ დაწესებულებაში დგას და მათ ადეკვატურ მუშაობას დიაგნოზის დასასმელად. ეს ითვალისწინებს ასევე პროცესებს, რომელიც გამოიყენება დაწესებულებაში, მაგრამ ყველაზე მთავარი ითვალისწინებს სამედიცინო მედპერსონალს, განსაკუთრებით ექთნებს და ექიმებს. და მე ხაზს უსვამ ექთნებს, იმიტომ რომ ექთნების კუთხით საქართველოს მდგომარეობა ძალზე ცუდია, მაშინ როდესაც ექიმები ყავს ევროპაში ყველაზე მეტი რაოდენობით, ვიდრე ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყანას. სწორედ ამ ბლოკებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანი ძვრები განათლების კუთხით არ აღინიშნება. რაც შეეხება ხარისხს, მოცულობა ექსპერტებისა, რომელიც ამბობს, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება გაუმჯობესების ან გაუარესების მხრივ არ მომხდარა, შენარჩუნებულია, ეს არის ექსპერტების უმეტესობა, რომელიც როგორც პირველ ტალღაში, ასევე მეორე ტალღაში აღნიშნავენ ამას. მხოლოდ მცირედით გაიზარდა ექსპერტების ის რაოდენობა, რომელიც ამბობს, რომ მომსახურების ხარისხი გაუარესდა. რას უკავშირდება ეს თქვენი აზრით იმას ხომ არა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში უფრო მეტი ადამიანის მომსახურება უწევთ სამედიცინო დაწესებულებებს, რასაც ვერ აუდიან არსებული რესურსებით. თქვენ რას ფიქრობთ? ან ექსპერტები რას ამბობენ, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ კონკრეტულ პროცენტებში გამოსახულ მონაცემებს ნახულობთ თქვენს კვლევაში. კონკრეტულად ეს უკავშირდება ძალიან ბევრ საკითხს ერთობლივად. გაჟღერებული იქნა, რომ სამინისტრო დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს და ეს
პროცესია, ეს არ არის რაღაც ერთი მარტივი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ჯანდაცვის სფეროში ხარისხს გაუმჯობესებს. პირველი ექსპერტების დამოკიდებულება შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წლის განმავლობაში, 12 თვის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო 6 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი არც დაწყებულა და არ განხორციელებულა, შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი. ანუ არ შენობულა ახალი საავადმყოფო, არ დაწყებულა ახალი დაწესებულებების შენობლობა, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი. მეორე განმაპირობებელი ფაქტორი არის ის ალბათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნათქვამია, რომ კეთდება კონკრეტული ნაბიჯები, იდგმება ხარისხის გასაუმჯობესებლად, საზოგადოებისთვის ალბათ და განსაკუთრებით სპეციალისტებისთვის ნაკლებად არის ნაცნობი, რა არის ეს ნაბიჯები, როდის გადაიდგმება და რას შედეგს უნდა ველოდოთ ამ ნაბიჯების გადადგმის შემდეგ. ეს ყოველივე ერთობლიობაში და არა მარტო ეს კიდევ არის სხვა ფაქტორები, მე უბრალოდ მაყურებელს თავს არ შევაწყენ, ალბათ განაპირობებს იმას, რომ ექსპერტების დამოკიდებულება გარკვეული სკეპტიციზმით არის ამ საკითხთან მიმართებაში. კიდევ ერთი საინტერესო საკითხი შეეხებოდა სახელმწიფოს როლს საზღვაო კომპანიებში და სამკურნალო დაწესებულებებში. უმრავლესობა თვლის, რომ მისი როლი იზრდება, თუ აკონკრეტებენ ისინი რა მიმართულებები და თქვენს რომ შეაფასოთ ეს იგივე ხარისხის გაუმჯობესების კუთხით და თავისთავად სახელმწიფოს მეტი როლის ზრდა ნიშნავს, რომ კონკურენციაც მცირდება. რა გავლენა შეიძლება გქონდეს ამას ჯანდაცვის სისტემაზე? ეს საინტერესო კითხვაა, დიდი მადლობა ამ კითხვის დასმისთვის. ნამდვილად, კონკრეტულად, როდესაც მოდით ესე ვთქვათ, ინვესტიცია აუცილებელია, იქნება ეს კერძო თუ სახელმწიფო ინვესტიცია, აუცილებელი არის ჯანდაცვის სფეროსთვის, იმიტომ რომ ის განვითარდეს, აშენდეს ახალი სამკურნალო დაწესებულებები, განვითარდეს ტექნოლოგიები, დაიდგას ახალი მოწყობილობები, მომზადდეს ახალი კადრი და დაინერგოს ახალი ტექნოლოგიები, სამკურნალო ტექნოლოგიები, იმისთვის რომ პაციენტებმა მიიღონ უკეთესი სამედიცინო მომსახურება. გამომდინარე იმ ნაბიჯებიდან, რომელიც იქნა გადადგმული ექსპერტთა აზრით, ეს ნაბიჯები მნიშვნელოვნად შეაფერხებს კერძო ინვესტიციებს, როგორც სადაზღვევო სფეროში, ასევე ფარმაცევტულ სფეროში და ასევე სამკურნალო სფეროში. რა ნაბიჯებს გულისხმობთ ესეც რომ გავშალოთ? კონკრეტიკა იცით ამ კვლევაში ესეთ კონკრეტული კითხვები არის ისმის ზოგადი ამ შემთხვევაში თქვენს გეკითხებით როგორც სპეციალისტი. ნუ ეს ალბათ არ იქნება სწორი, რომ ჩემი კერძო აზრი მოვახვილო საზოგადოებას, მაგრამ ნაბიჯები არის შემდეგი, რომ რეალურად ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ შენდება ახალი საავადმყოფოები, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ინერგება ახალი ტექნოლოგიები, უნდა ვიცოდეთ, რომ მზადდება კადრი, რომელიც ახალ სამკურნალო პროცესებს დაანერგავს სამკურნალო ციკლში და ამის შესახებ არ ვიცით რომ შეჩერდა გაკოდოდა რიგი კერძო დაწესებულებები, ვიცით რომ რიგი კერძო დაწესებულებების ვალდებულება სახელმწიფომ გადაიბარა და ეხლა სახელმწიფოს შესასრულებელი გახდა, ვიცით რომ ბიუჯეტში გარკვეულწილად პრობლემები არსებობს, სახსები, რომელიც ჯანდაცვას სჭირდება, არ იქნება საკმარისი და ადეკვატური, რომ დააფინანსოს როგორც სამედიცინო მომსახურება, ასევე ინვესტიციები, აქედან გამომდინარე გარკვეულწილად ალბათ იკითხება ექსპერტების აზრში ის ღელვა, რომელიც მათ გააჩნიათ, იმიტომ რომ სახელმწიფო ვერ შეძლებს ამ ყველა ვალდებულების ერთობლივად შესრულებას. ბატონო გიორგი, ბატონი ანდრია უკვე მზად არის, რომ ჩაგვერთოს. ბატონო ანდრია, მოგესალმებით. გამარჯობათ. ძალიან დიდი მადლობა, რომ მიღებთ გადაცემაში მონაწილეობას და მზად ხართ ჩვენ შეკითხვებს უპასუხოთ. ალბათ თქვენც იცნობთ ფონდ კურაციოს კვლევას, თუ ემთხვევა ეს კვლევა ექსპერტების მოსაზრებები, იგივე თქვენს მოსაზრებებს, რა არის მთავარი პრობლემა, გამოწვევა ან მიღწევა ჯანდაცვის სისტემაში ბოლო 6 თვის განმავლობაში? მოგეხსენებათ, საკმაოდ დიდი რაოდენობა ექსპერტების მონაწილეობდა. ეს არის მათი მოსაზრებები, მათი მოლოდინები ჯანდაცვის სექტორთან დაკავშირებით, თუმცა მეტწილად ასახავს იმ ტენდენციებს, რაც არის ქვეყანაში. მოგეხსენებათ, რომ ყველა მიესალმება, მათ შორის მეც რეფორმებს ჯანდაცვის სექტორში, იმიტომ რომ უნივერსალური ჯანდაცვა ეს არის საერთო მიზანი, რომელიც დღეს პრაქტიკულად ყველა ქვეყანა მიდის, ის ვისაც ჯერ არ მიუღწევია მიზნისთვის, მაგრამ თავარი, რაზეც ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება და ამაზე საკმაოდ სერიოზულ ინფორმაციას გვაძლევს თვითონ ეს გამოკითხვაც. რა საფრთხეები დგას ჩვენი ამ მიზნის მისაღწევად? და ეს საფრთხეები ძალიან კარგად არის ჩამოყალიბებული თვითონ ექსპერტების მოლოდინებში. ეს არის პირველ რიგში არაადეკვატური დაფინანსება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია კარგად გავაცნობიეროთ, რომ უფასო ჯანდაცვა არ არის, ჯანდაცვა ძვირია და კიდევ უფრო ძვირდება. ეს არის ობიექტური მიზეზების გამოც, იმიტომ რომ ჩვენი მოსახლეობა ბერდება, იმიტომ რომ ახალი ტექნოლოგიები შემოდის ჯანდაცვაში, ზოგადად იმიტომ რომ ჯანდაცვას ახასიათებს ეს თვისება, რომ რაც უფრო დრო მიდის, ჩვენ უფრო მეტი ფული გვჭირდება საკუთარი ჯანდაცვის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, მაგრამ ადეკვატური დაფინანსება აუცილებელია სწორედ იმისათვის, რომ კარგად შევაფასოთ ჩვენი სურვილები, ჩვენი პოლიტიკური მიზნები და ის რისი შესაძლებლობაა ქვეყანას. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს საფრთხე და
და ეს საფრთხე ძალიან რეალურია, რომ ეს დაპირებები იქნება დაუფინანსებელი. და დაუფინანსებელი ვალდებულებები ყოველთვის და საქართველოში ქონდა ამისი გამოცდილება 90-იან წლებში, ყოველთვის გადადის მოსახლეობის და ოჯახების მხრებზე, ყოველთვის აისახება დაბალ ხელფასებზე პერსონალის და რაც ყველაზე სამწუხარო უბიძგებს სამედიცინო სექტორს არაფორმალური გადახდებისკენ, შავი სალაროების წარმოებისკენ, ექიმსა და პაციენტს შორის არაფორმალური ურთიერთობების და გადახდების დამკვიდრებისკენ, ის რაც ძალიან სერიოზული პრობლემა იყო ჩვენი ჯანდაცვისთვის და საბედნიეროდ ბოლო წლებში ეს მოგვარდა. რას გულისხმობთ კონკრეტულად რა განაპირობებს ამას ბატონო ანდრია თქვენი აზრით? განაპირობებს ის რომ თავის თავზე უფრო მეტი ვალდებულება იყო თქვენი აზრით სახელმწიფომ ამ შემთხვევაში ვიდრე რესურსი ჰქონდა? დიახ, ჩემი აზრით ესეც არის, იმიტომ რომ ინსტრუმენტები, რომლითაც სახელმწიფო მართავს ამ დაპირებას, ეს არის სახელმწიფოს მიერ ნაკარნახები ფასები, ანუ ეს ფასი ბაზარზე კი არ დგინდება და ბაზართან ბაზრის ურთიერთობების შედეგად. ეს არის ხელოვნური ტარიფიკაცია და ამის შედეგად, როდესაც სახელმწიფო იძახის, რომ 80% ვაფინანსებ, რეალურ შემთხვევაში ხშირად ეს 80% არ არის. იმიტომ რომ იგივე, თქვათ, სამანტყოფოს თავისი ტარიფები და თავისი ფასები აქვს, რომ დააფინანსოს იგივე კომუნალური მომსახურებები, რომ მეტნაკლებად გადაიხადოს სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, ყველაფერი ეს ნელ-ნელა იწვევს იმ დობის დაკარგვას მოსახლეობის მხრიდან, იმ ნაბიჯების მიერ, რომლებიც ძალიან კარგია და რომელიც უნდა გადაიდგას ჩვენ ქვეყანაში უნივერსალური დაზღვევისაკენ. მაგრამ მოლოდინები იმისი, რომ ეს დაფინანსება იქნება საკმარისი და ეს დაფინანსება გაიზრდება იმის და მიხედვით, როგორც წინ წავალთ ამ მიზნისაკენ, არ არსებობს ეს მოლოდინი. აი მაგალითად, წამლები რო ავიღოთ, რომელიც ჩემი პირადი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა. ის რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ მოვახერხებთ ამ პრობლემის მოგვარებას და კერძო და სახელმწიფო სექტორი თანამშრომლებს ამის მოსაგვარებლად, რომ ამ ფასები იქნება ოპტიმალური ან რაციონალური მკურნალობა დაინერგება, ან სახელმწიფო მოახერხებს გაზარდოს თუნდაც ყველაზე ღარიბი ოჯახებისათვის სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების ლიმიტი, ამისი მოლოდინები არც ექსპერტებს არ აქვს და ეს რეალური სურათიც ესეთია. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ პირველი რაც უნდა გაკეთდეს, რომ უნდა ჯანდაცვა გავანთავისუფლოთ პოპულარული და პოლიტიკური რიტორიკისაგან. უნდა მოვახერხოთ ჩვენ ღიად და გასაგებად აუხსნათ მოსახლეობას, რა ხარჯებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალება აქვს ჩვენ ეკონომიკას, რომ თავიდან ავიცილოთ ზედმეტი მოლოდინები, იმიტომ რომ ეს ადრე თუ გვიან შექმნის ამ ფინანსურ კრიზისს, თუ მთავრობა შეეცდება, რომ ეხლა ადგილობრივი არჩევნების წინათ შეეცადოს კიდევ უფრო მეტი დაპირება გასცეს გარკვეული ბიუჯეტის ფონზე, ან პირიქით გარკვეული იმედგაცრუება გაჩნდება მოსახლეობის მხრიდან აი ამ რეფორმების მიმართ, რაც თვითონ ხელს არ შეუწყობს ბევრი ძალიან პოზიტიური ნაბიჯის გადადგმას. მაგალითად, გარდა რიტორიკაში ცვლილებებისა, რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ ბევრ დაპირებას იძლევიან, თქვენი აზრით რა უნდა გააკეთოს სახელმწიფო მიმისთვის, რომ თუნდაც რა საშიშროებაზეც ამ კვლევაში არის საუბარი, კერძო ინვესტიციები არ შემცირდეს სადაზღვევოებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. თქვენ თუ ეთანხმებით პირველ რიგში, რომ ჯანდაცვის პოლიტიკა ამ მიმართულებით ხელს შეუშლის ინვესტიციებს? ცხადია, ეხლა როდესაც მინდა ეს ტერმინი ვიხმარო, რომ მიჯირკვლნა ხდება კერძო სექტორის, როგორც კერძო საავადმყოფოების და ისე კერძო სადაზღვევო სექტორის და სახელმწიფო უფრო და მეტ ვალდებულებებს იღებს თავის თავზე, არა მხოლოდ დაფინანსების თვალსაზრისით, იღებს ყოველდღიურ მართვის თვალსაზრისით. ამის მაგალითია კონფისკაცია ფაქტიურად სასწრაფო მანქანების და სახელმწიფო 03-ის აღდგენა, ამის მაგალითია მთელი ჰოსპიტალების სახელმწიფოს ხარჯზე აშენების დაპირება, მართალია ეს ჯერ არ დაწყებულა ამ წლის განმავლობაში, მაგრამ ვალდებულებები აღებულია. ამიტომაც კერძო სექტორი, რომელიც ყველაფერს ამას თვალს ადევნებს და ადევნებს იმასაც, რომ ერთიანი გადამხდელის პირობებში შეიძლება დიქტატორული გახდეს საფასო და სატარიფო პოლიტიკა მთავრობის და მთავრობა შეეცდება, რომ ამ გარკვეული ბიუჯეტის ფარგლებში ჩაატიოს ყველა დაპირება, ანუ მარტივად ლაპარაკი იმაზე კი არ იქნება, რომ რა რესურსი გვაქვს, რომ ჩვენ დავაფინანსოთ, არამედ იქნება რა დაპირებაა, რომ ჩვენ ეს ბიუჯეტი მოვარგოთ და ეს დაპირებები ჩავატიოთ ამ ისედაც ფინანსების პრობლემების ქვეშ მყოფ ბიუჯეტში. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, იქნება გაუფასურება თვითონ იმ ღირებულებების, რასაც უნივერსალური დაზღვევა ქვია. იმიტომ რომ უნივერსალური დაზღვევა არ არის, ვთქვათ, დიაგნოზების ჩამონათვალი, რომელსაც სახელმწიფო თავისი ნებით და თავისი სურვილით აფინანსებს ხელოვნურ ფასებით.
ეს არის და არ არის ის, რომ ყველას თანაბრად კონდეს, იმიტომ რომ თვითონ ოჯახები სხვადასხვა არის. ღარიბ ოჯახს მეტი დახმარება ჭირდება, ოჯახს სადაც თქვათ სოციალური დახმარების ბაზაშია, მას ჭირდება მეტი მხარდაჭერა გამოწერილი მედიკამენტების შეძენაში, თუნდაც ვიდრე იმ ოჯახს, რომელსაც მეტი შემოსავალი აქვს და მეტი ფუფუნება აქვს. შეიძლება საქართველოში ბევრი არ არის ესეთი ოჯახი, ვისაც შეუძლია თავისი ჯიბიდან წამლის ფულის გადახდა, მაგრამ ყოველთვის თუ გვინდა რომ სამართლიანი და თანაბარი ხელმისაწვდომა მივაღწიოთ, სოციალური პოლიტიკა გავაკეთოთ, ეს ხარჯები მისამართული უნდა გახდეს. ამიტომაც, როცა ექსპერტების ისევ ამ გამოკვლევას დაუბრუნდები, საუბრობენ იმაზე, რომ არა გვაქვს მოლოდინი, რომ ზედმეტი ინვესტიციები გაიზრდება ბოლო 6 თვის, უახლოესი 6 თვის განმავლობაში, რომ ადეკვატური მოხდება დაფინანსება. ისინი ითვალისწინებენ როგორც ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას, ისე იმ ეკონომიკურ გარემოს, იმიტომ რომ ჩვენ ხო ამ ეკონომიკის პირობებში ვცხოვრობთ და ჯანდაცვა, ცალკე ჯანდაცვის განხორციელება, ცალკე ჯანდაცვის რეფორმების განხორციელება იმ ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია. და კიდევ ერთ თემას მინდა შევახო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხარისხთან დაკავშირებით. ხარისხს ბევრი პრობლემა აქვს და ესე ერთ წელიწადში და ორ წელიწადში ვერ გადაწყდება. თუმცა უნივერსალური ჯანდაცვა გულისხმობს ხარისხიან მომსახურებასაც და ეფექტურ მომსახურებასაც, მაგრამ აქ დგება უკვე საკითხი სამედიცინო განათლების, იგივე პროფესიული განათლების. აი მე გულისხმობ განათლების თემაზე დაგიბრუნდებით, ბატონ გიორგისაც მინდა დაუსვა შეკითხვები. ფარმაცევტული ბაზარი იყო ასევე თქვენი კვლევის ერთ-ერთი ნაწილი, რადგან ექსპერტებს თქვენ კითხეთ აზრი და პრინციპში მათი თითქმის ნახევარი თვლიდა, რომ ფარმაცევტულ ბაზართან დაკავშირებით რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯები ბოლო 6 თვის განმავლობაში არ გადადგმულა. ბატონი ანდრიაც საუბრობდა და ვიცით, რომ ჩვენ ადამიანებისთვის ფარმაცევტული ხარჯები, წამლების საფასური, მათი დანახარჯები ძალიან დიდ და მნიშვნელოვან წილს შეადგენს. თქვენი აზრით, თქვენი რეკომენდაცია, ექსპერტების რეკომენდაცია ამ შემთხვევაში რა იქნებოდა, რა უნდა შეიცვალოს ამ მიმართულებით, რა შეუძლია გააკეთოს სახელმწიფომ? მადლობთ, მე შევეცდები ამ კითხვას გავცე პასუხი და ასევე გავცე კერძო ინვესტიციებს, იმიტომ რომ მე მგონია რომ ეს ორივე საკითხი ბმაში არის, თქვა ფარმაცევტულთანაც ბმაში არის კერძო ინვესტიციები. პირველი მინდა ვთქვა, რომ პრობლემა წამლების სიძვირისა ძალიან დიდი დანახარჯის, იმიტომ რომ ქართული მოსახლეობა კატასტროფულ თანხას ხარჯავს, რომ შევადაროთ საქართველოს ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყანას, კატასტროფულ მოცულობას უთმობს სწორედ მედიკამენტების შეძენას. ეს გარკვეულწილად განპირობებულია რიგი მიზეზებით, რომელიც ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს ახასიათებს, როგორ ჩამოყალიბდა, როგორ შეიქმნა იგი და როგორ განვითარდა. ჩვენ გვსმენია და ეს იყო ცოტა ხნის წინ ეს დაპირება და დღესაც ველით, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე უნდა შემოვიდეს დიდი მოთამაშე, კიდევ ერთი, უნდა გაიზარდოს კონკურენცია და კონკურენციამ უნდა შეუძლოს ხელი ფასების შემცირებას. ესეთი ერთი ნაბიჯი გადაიდგა 2009 წელს, ჩვენ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად ნახეთ, რომ ახალი მოთამაშე გაჩნდა ბაზარზე და შესაბამისად ბაზარსაც დაეწყო, იმიტომ რომ ფარმაცევტულმა კომპანიებმა, რომელიც არასდროს ლატარიას არ ათამაშებდა ან კრუიზებს არ თავაზობდა თავის მომხმარებელს, დღეს უკვე დაიწყო კვირაში ერთხელ ფასების დაკლება, დაიწყეს უკვე ლატარიის გათამაშება და ასე შემდეგ. ანუ ეს არის აი ესეთი ზედაპირული სიმპტომი, რომ კონკურენცია გაიზარდა. კონკურენციის გაზრდის პირობებში ჩვენ ასევე მრავალი ტალღა გვაქვს ჩატარებული ფარმაცევტული მედიკამენტების ფასების მონიტორინგისა და ვნახეთ, რომ ამ კანონმდებლობამ 2009-ში მიღებულმა შეუწყო ფასების შემცირებას. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საკმარისი არის კონკურენციის კიდევ უფრო გაზრდა და ფარმაცევტული ბაზრის მიმართ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. სამწუხარო არის ის, რომ ჩვენ ვიცით, რომ მთავრობა რაღაცას გეგმავს ამ კუთხით, მაგრამ კონკრეტულად როდის, კონკრეტულად რას და რას ველოდებით ამ ნაბიჯებისგან, ეს არ არის ცხადად გაჟღერებული. სწორედ ეს ამ სიცხადის ნაკლებობა შორს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში არის წინაპირობა იმისა, რომ კერძო ინვესტორი ცოტა სიფრთხილით მოეკიდოს საქართველოს ბაზარს და თავისი თანხები არ განათავსოს ამ ბაზარში, იმიტომ რომ არ იცის ხვალ რა მოხდება. ამიტომ კვლევის ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ ეს არის, ალბათ უფრო მეტი სიცხადეა საჭირო სახელმწიფოს მხრიდან, რომ კონკრეტულად თქვა შემდეგი 3 წლის განმავლობაში თქვა ფარმაცევტული ბაზრის მიმართებაში რა ნაბიჯები გადაიდგმება, როდის და რისთვის. ასევე ალბათ რა ნაბიჯები გადაედგმება კერძო სადაზღვევო კომპანიებთან მიმართებაში. ჩვენ ვიცით, გაჟღერებულია, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც დღეს მართავენ სახელმწიფო პროგრამებს, ანუ უმწეოებისთვის აქვთ მათ დაზღვევა და ასევე პენსიონერებისთვის, ადრე თუ გვიან გადავა სახელმწიფოს ხელში და ამას განახორციელებს სახელმწიფო, მაგრამ კონკრეტული ვადა არ არის დასახელებული. არ არის დასახელებული, როდის მოხდება ეს. აქედან გამომდინარე, კერძო ინვესტორი მფლობელმა არ იცის თანხა გაზარდოს, არ გაზარდოს, მეტი ინვესტიცია გააკეთოს, შეამციროს ეს ინვესტიცია, ხალხის სამსახურიდან გაუშვას, თუ მეტი ხალხი დაიქირავოს. აი ეს გაურკვევლობა
არის სწორედ წინაპირობა იმისა, ალბათ, რაც განაპირობებს ესეც სკეპტიკურ დამოკიდებულებას, რომ კერძო ინვესტიციების შემცირება. როდესაც ვეხებით კერძო ინვესტიციების შემცირებას, მომენტალურად დგება საკითხი, მაშინ ვინ აიღებს ამ ფინანსურ ტვირთს თავის თავზე და დგება სწორედ სახელმწიფო, იმიტომ რომ ხედავთ, რომ გადადგმული ნაბიჯებით სახელმწიფო იღებს უფრო მეტ ვალდებულებას, არა მარტო მომსახურების დაფინანსების კუთხით, არამედ უშუალოდ როგორც ბატონმა ანდრიამ თქვა, მომსახურების მიწოდების კუთხითაც, მისი ორგანიზების კუთხით, მისი მართვის კუთხით, დაწესებულებების აშენების კუთხით და ეს ყველაფერი რამდენად თანაფარდობაშია, რამდენად თუმცა ეს კიდევ ხომ არ გაძლევს მის როლს. როლზე არ არის აქ ამას ყველაფერს ფინანსური რესურსი სჭირდება. რამდენად თანაფარდობაშია და რამდენად შესაძლებელია და რამდენად ზიდავს ამას საქართველოს ბიუჯეტი და ეკონომიკა უპირველეს ყოვლისა, აი აქ დგება სწორედ დიდი კითხვა, რომ თანაფარდობაში არის კი, ეს არის დაბალანსებული, რომ ეს ის ტვირთია, რომელსაც ჩვენი ბიუჯეტი აწევს. თუ ეს იმაზე მეტია. გარდა პოლიტიკის სიცხადისა, რომ თავის გეგმებზე ისაუბროთ, თქვენ ეს კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს, რომ იგივე კონკურენცია მეტად წახალისდეს? კონკურენცია რომ მეტად წახალისდეს, კონკურენციისთვის საკმარისი წინაპირობა არსებობს ქართულ ბაზარზე, ეს არსებობდა, იგი დღესაც არსებობს, არავის არ გაუუქმებიან, შეუძლია ნებისმიერ ინვესტორს შემოვიდეს და აბანდოს თავისი თანხა და შესაბამისად მოემსახუროს როგორც საზოგადოებას, ასევე თქვათ მისთვის საკუთარი თავისთვის მოახდინოს მოგების გენერირება, მაგრამ პრობლემა არის სწორედ ამ სიცხადის არარსებობა. სიცხადის არარსებობის გამო ფული ისეთი თემაა, რომ ნებისმიერ ინვესტორს შეუძლია იგივე ფული აიღოს და წაიღოს სხვა ქვეყანაში განათავსოს, იმიტომ რომ მას უნდა რომ განახორციელოს ინვესტიცია, მას აქვს ზედმეტი თანხა. დიახ. თუ არ ექნება სიცხადე, იგი ვერ გადაწყვეტავს, ანუ საქართველოს ვერ ამჯობინებს სხვა ქვეყანას. ამიტომ საქართველოს უნდა გადადგას სწორედ აი ცხადად განაცხადოს, რას აპირებს და როგორ აპირებს და მე ინვესტორი თვითონ ჩამოყალიბდება, ეს არის მისთვის ხელსაყრელი პირობა, რომ ამ ბაზარში განათავსოს თავის თანხები, თუ მისთვის ხელსაყრელი პირობა უფრო სხვა ბაზარზე არსებობს. დიახ, ბატონ ანდრიასთან მინდა დავუბრუნდეთ, ბატონო ანდრია, თქვენ საუბრობდით სამედიცინო განათლების და მისი ხარისხის შესახებ, რომ გავაგრძელოთ თქვენი აზრით ამ მიმართულებით, თუ არის რაიმე ცვლილებები ბოლო პერიოდში ან რა არის გასაკეთებელი? სერიოზული პრობლემებია იცით თქვენ, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც დავიწყეთ დამოუკიდებლად ცხოვრება, როგორც ქვეყანა, ჩვენ არ გვერგო ძალიან კარგი მემკვიდრეობა ამ თვალსაზრისით, ხო? ჩვენ ყავს ძალიან დიდი რაოდენობა ექიმების, მაშინ როდესაც პროდუქტიულობა, ანუ თუ რამდენ პაციენტს სიჯავს ექიმი, რამდენ პაციენტს ემსახურება ერთი ექიმი, როგორია თანაფარდობა ექიმსა და ექთნებს შორის, როგორ არის საექთნო განათლება საქართველოში რა მდგომარეობაშია. ხო, ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული პრობლემებია, იმიტომ რომ მინდა გითხრათ, რომ ეს სწრაფად არ გადაწყდება, მაგრამ ის ნაბიჯებიც, რაც ბოლო წლებში გადაიდგა, ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში გადაიდგა, სამწუხაროდ ჩემს აი შეშფოთებას იწვევს პირადად რო გითხრა გულწრფელს, იმიტომ რომ მე მაგალითად ვფიქრობდი, რომ ძალიან კარგი იდეა იყო ეს პროფესიული განათლების ცენტრის შექმნა, რომლის მშენებლობა დაწყებული იყო და ბოლო 1 წელიწადია პრაქტიკულად მიტოვებული დგას შენობა. შეიძლება ის სხვა ადგილას აქვს სურვილი, რომ სამინისტროს გააკეთოს, მაგრამ ის რომ უკვე ჩვენს ექიმებს და ექთნებს, რომლებიც დღეს უკვე მოღვაწეობენ, კონდეთ საშუალება მუდმივი და უწყვეტი პროფესიული განათლება მიიღონ, რომ საშუალება ხოდეს პრაქტიკული უნარჩვევები გაიუმჯობესონ და ეს იყოს იმ მოდელში, რასაც სიმულაციის სამედიცინო ცენტრი ქვია, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. იგივე ფარმაცევტული ინდუსტრია რო ავიღოთ, იცით თქვენ რომ წამლების სიძვირეს ხშირად განაპირობებს ზეგავლენა ფარმაცევტული კომპანიების, რომლებიც სხვადასხვა ფორმით გთამავენ ექიმებს, ვინც წერს წამალს, რომ მათ მეტი და უფრო ძვირი წამლები გამოწერონ კონკრეტული კომპანიის. არსებობს ასეთი პრობლემა თქვენი პრაქტიკაში? 2010 წელს იცით კანონიც მივიღეთ ჩვენ, რომელიც გრძალავდა და საჯარიმო სანქციები დაწესდა კონკრეტული სარეკლამო ბლანკზე გამოწერილ ფურცლებზე ან საკომისიოს მიღებაზე, მაგრამ ეს შემოვლითი გზები, როგორიც არის დაფინანსება საზღვარგარეთის ტურების, სხვადასხვა ბიოლოგიური კვლევების ფორმით წამლის გამოწერილი წამლის, ასე ვთქვათ, საკომისიოს დაბრუნება. საკმაოდ მოქნილია ჩვენი ფარმაცევტული სექტორი, რომ ექიმებთან კარგი ურთიერთობა დაამყაროს. ის მზად არის ცხადია დააფინანსოს და წაახალისოს ექიმი მის მიერ შემოტანილი წამალი გამოწეროს, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ამის შედეგად ვიღებთ არარაციონალურ მკურნალობას, არასაჭირო და ძვირი მედიკამენტებით მკურნალობას, როდესაც ექიმი დგას არა პაციენტის და მისი ინტერესების მხარეს, არამედ ფარმაცევტული კომპანიის. რა შეიძლება იყოს ამის პრევენცია? გარდა იმისა, რომ კანონი არსებობს. პირველი რაც გაკეთდა, ეს იყო ეს ლეგალური გარემო, რომელმაც ეს აკრძალა პრაქტიკულად და იურიდიული თვალსაზრისით აკრძალა საკომისიოების გადახდა, მაგრამ მეორე მხარეს ცხადია უნდა იყოს ესე იგი მედიცინის ინტეგრირებული მოდელის ჩამოყალიბება, როდესაც ექიმი და დაფინანსებელი ერთხარეს დგანან. სხვადასხვა აი ამ სადაზღვევო კომპანიების დროს, როდესაც
საზღვაო კომპანიის თანამშრომელი ოჯახი ექიმები წერდნენ წამლებს, ასევე კვლევა ჩატარდა, სადაც დადგინდა, რომ დაზღვეული მოქალაქისთვის გამოწერილი მედიკამენტები გაცილებით უფრო ნაკლებია და გაცილებით უფრო იაფიუჟდება პაციენტს, იმიტომ რომ აქ თანაგადახდაზე იყო საუბარი და ერთ ნავში აღმოჩნდნენ პაციენტი და დამფინანსებელი, რომელიც და ექიმიც, რომელსაც არც ერთს არ აწყობდა ზედმეტი ფულის გადახდა ფარმაცევტული კომპანიებისთვის. ამ მოდელმა აჩვენა, რომ ამ შემთხვევაში დაიზოგა როგორც ხარჯები სამედიცინო მომსახურების, ისე უფრო რაციონალური გახდა და უფრო მისამართული გახდა ის ურთიერთობა, რაც ექიმსა და პაციენტს შორის არის. სამწუხაროდ ჩვენ ამ მოდელზე უარი ვთქვით, დავანგრიეთ. ალბათ რაიმე ახალი უნდა შევთავაზოთ, მაგრამ მინდა მე გიორგის დავეთანხმო, რომ სწორედ ამ ექსპერტების მოსაზრებები და მოლოდინები ხშირად დამოკიდებულია იმაზე, რა ინფორმაციას ვიღებთ ჩვენ სამინისტროსგან, რა ნაბიჯებს ფიქრობს, რომ გადადგას და როდის. იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი ინიციატივა, მაგრამ კონკრეტული ვადა, ზუსტად როგორ იქნება, რომელი კანონით მოხდება ეს ამის გაკეთება, გარდამავალი პერიოდის განმავლობაში როგორ იქნება ეს დარეგულირებული, ბიუჯეტში რამდენად არის ეს ჩადებული, თუნდაც უნდა ვიცოდეთ, რამდენი დაგვეხარჯება და რამდენი ახალი სახელმწიფო მოხელეს დაფინანსება არის დაგეგმილი, იმიტომ რომ ხა საყოველთაო დაზღვევა რო ავიღოთ, უკვე რამდენიმე ასეული ადამიანი გაიზარდა, ხო? სოციალური მომსახურების შტატი დეპარტამენტის ფორმით რო ჩამოყალიბდა. დარწმუნებულია, რამდენიმე ასეული კიდე დაემატება. ანუ ჩვენ ახლა გადავიხდით ცხადია, მათ ხელფასებსაც, ადმინისტრაციული ხარჯის გაიზრდება. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო ჯანდაცვა არ არის უფრო იაფი, როგორც ბევრს გონია. სახელმწიფო ჯანდაცვა უფრო მეტად ცდილობს საბიუჯეტო რესურსების დახარჯვას და მოტივაცია სახელმწიფო მოხელეების და კერძო კომპანიების ოდნავ განსხვავებულია და მოტივაციები. ამიტომაც არ უნდა ველოდოთ, რომ გაიაფთება რამე, არ უნდა ველოდოთ, რომ ჩვენი ეკონომიკის ქვეყნებში ვიღაცის ხარჯზე, ისევ ჩვენი ეკონომიკის ხარჯზე უნდა მოხდეს ყველა დაპირების დაფინანსება და ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს, აუცილებლად მოითხოვს კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობას. დღეს ჩემი აზრით ეს თანამშრომლობა პრაქტიკულად გაიყინა. შეიძლება ვთქვათ, რომ უკანაც კი დავბრუნდით, იმიტომ რომ სახელმწიფომ დღეს დაიწყო ისეთი ფუნქციების თავის თავზე აღება, რაც 95 წლიდან ვცდილობთ, რომ გამოვარიდოთ. ანუ ვცდილობთ, რომ გამოვარიდოთ, რომ მინისტრი აღარ ნიშნავდეს მთავარ ექიმებს, აღარ იყოს მინისტრის გადასაწყვეტი, რამდენი ეღირება ოპერაცია და სამინისტრო არ წვიტავდეს ზუსტად რამდენი იყოს ხელფასი, არამედ მან თავის თავზე აიღოს სწორი რეგულირება, აიღოს კონტროლი და ზედამხედველობა, აიღოს საკუთარი ვალდებულებების შესრულებაზე ბალანსის დაცვა ეკონომიკის შესაძლებლობასა და გაცემულ დაპირებებს შორის, რომ ფისკალური კრიზისი ავაცილოთ ქვეყანას. ეს ის ყველაფერია, რაც ჩვენ გვაღელვებს. არა მარტო მე, აღმოჩნდა, რომ 98 ექსპერტი მონაწილეობდა და ყველას ერთ და იგივე სურვილი აქვს. და ეს სურვილი არის კეთილგანწყობილი, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ყველა ჩვენთაგანი ველოდებით, რომ ის რეფორმები წარმატებულად გაგრძელდება, მაგრამ გზა, რომლითაც ეს რეფორმები ხორციელდება, ის გაურკვევლობა, რომლითაც ჩვენ გვაქვს უახლოესი 6 თვის განმავლობაში. ალბათ პირველ რიგში დააფიქრებს სამინისტროს, რომ უფრო ცხადი და გასაგები გახადოს თავისი ნაბიჯები. დიახ, ბატონო ანდრია, ძალიან დიდი მადლობა დაგემშვიდობებით. მადლობთ, რომ პასუხობთ ჩვენ შეკითხვებს. ბატონო გიორგი, პრინციპში თქვენთანაც ბოლოს შეკითხვა მექნება. სამწუხაროდ ტექნიკურად ვერ ხერხდება და ვერ ესწრება მინისტრ დავით სერგეენკოს ინტერვიუს გაშვებარისთვისაც მაყურებელს ბოდიშს ვუხდი და აუცილებლად შემოგთავაზებთ ამ ინტერვიუს ტაბულა მოგვიანებით. ჩვენ მინდა დავასრულოთ საუბარი მოლოდინების კუთხით, რაც შეეხება სერვისის, ჯანდაცვის სერვისის გაძვირებას, ან გაიაფებას, რაც გვაჩვენებს ეს კვლევა. ყველაში ექსპერტები ნათლად ამბობენ, რომ მედიკამენტების გაიაფების მოლოდინი არ არის. ანუ დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, ისინი შემდეგი 6 თვის განმავლობაში ფარმაცევტული პროდუქცია გაიაფთეს და მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, ამის მოლოდინი არ არის. ასევე კვლევაში ექსპერტები ამბობენ, რომ მათ აქვთ მოლოდინი ექსპერტების გარკვეულ ნაწილს, რომ შესაძლებელია მოსახლეობისთვის ჯიბიდან გადასახდელი თანხა გაიზარდოს, იმ პირობებში, რასაც ბატონო ანდრია საუბრობდა, რომ თუ აღმოჩნდა დაუფინანსებელი ვალდებულება, მოსალოდნელია, რომ ეს ფინანსური ტვირთი გადავიდეს მოსახლეობას. აქვე მინდა დავძინო, რომ ეს ტვირთი ზოგადად რო ავიღოთ მთელს ქვეყანაში, მაინც უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე იგი იყო წინა წლებში, იმიტომ რომ სახელმწიფო სერიოზულად აფინანსებს ჯანდაცვის სფეროს, მაგრამ კონკრეტული მოქალაქისთვის ეს შეიძლება აღმოჩნდეს ისევ და ისევ ფინანსურ ბარიერად იმისთვის, რომ მან დროულად მიიღოს საჭირო სამედიცინო მომსახურება.
რაც შეეხება ყველაზე პესიმისტური ნაწილი, ეს ალბათ ისევ განათლების სფერო არის. მე განათლებას კიდევ ერთხელ მინდა შევეხო. მე მინდა მოსახლეობისთვის განაცხადო და გავაჟღერო, იმიტომ რომ ჩვენ ვისაუბრებთ პაციენტებზე, სახელმწიფოზე და ასე შემდეგ, ახლა მინდა ვისაუბრო მშობლებზე, რომელთა შვილები ხვალ ალბათ გააკეთებენ თავიანთ არჩევანს და ჩააბარებენ სამედიცინო სასწავლებელში. მე მინდა თქვა, რამდენიმე ფაქტი მოვიყვანო. პირველი, რომ საქართველოს ყავს ყველაზე მეტი ექიმი მთელს ევროპულ სახელმწიფოებს შორის. ეს ძალიან მარტივი, ამას დიდი მეცნიერება არ ჭირდება, ექიმების რაოდენობა ითვლება ყოველ 10,000 მოსახლეზე და არსებობს გარკვეული თანაფარდობა და ეს სტატისტიკა ყოველწლიურად ქვეყნდება. ანუ ჩვენ ყავს ყველაზე მეტი ექიმი. ეს ერთი მოცემულობა არის. მეორე მოცემულობა, რაც გაგვაჩნია, რომ ევროპულ რეგიონში ყავს ყველაზე ცოტა ექთანი. თუ ერთ ექიმზე საშუალოდ 3 ექთანი მოდის ევროპულ ქვეყნებში, საქართველოში 2 ექიმზე მოდის 1 ექთანი. ეს საშინელი თანაფარდობა ამ პირობებში ჩვენ სამედიცინო მომსახურების ხარისხს ვერასდროს ვერ გავუმჯობესებთ. არაპოპულარული არის საერთო საქმე, მის პოპულარიზაციას არ ვეწევით, მოსახლეობას არ ვუხსნით. ანაზღაურების კუთხეც არის, სასწავლებლების ნაკლებობა არის, არ გვაქვს ადეკვატური რაოდენობის სასწავლებელი, რომ ვაწარმოოთ. ამთავრებს 100 ექთანი წელიწადში ყოველწლიურად და ამთავრებს 1300 ექიმი. მაშინ როდესაც თანაფარდობა უნდა იყოს პირიქით, უნდა ამთავრებდეს 1300 ექთანი და დაახლოებით 100-დან 130-მდე ექიმი. ანუ ხდება ჭარბწარმოება ექიმებისა და არაადეკვატური წარმოება საშუალო მედპერსონალისა. ამ პირობებში საჭირო არის სახელმწიფოს ჩარევა. ჩვენ ვერანაირად ვერ ვიტყვით, რომ ამ მთავრობამ არ მიაღწია ყურადღება და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს ხანგრძლივი დროის პრობლემაა. ეს პრობლემა პრინციპში ყურადღების მიღმა დარჩა ბევრ მთავრობას და ბევრი მთავრობა მოერიდა, არ ვიცი თუ არ მიაღწია ადეკვატური ყურადღება, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უფრო ხანგრძლივადიანი პრობლემა არის, რომელიც გროვდება და ყოველწლიურად უარესდება, მაგრამ ალბათ დგება დრო, როდესაც საზოგადოებამ, სახელმწიფომ და მთავრობამ ამ საკითხს ყურადღება უნდა მიაქციოს, თუ მომავლისთვის გვინდა რომ ჯანდაცვა უკეთესი გახდეს და უკეთესი ხარისხი გქონდეს. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი. ჩვენი დრო ამოიწურა. კიდევ ერთხელ ბოდიშუხტი მაყურებელს, რომ ვერ მოესწრო ტექნიკური პრობლემის გამო მინისტრ დავით სერგეენკოსთან ინტერვიუს ჩვენი გადაცემის ფარგლებში გაშვება დღეს, თუმცა ტაბულა ამ ინტერვიუს აუცილებლად შემოგთავაზებთ. მოგვიანებით, ვადობთ რომ ჩვენთან ერთად იყავით. დღეისთვის გემშვიდობებით, ფოკუსი ორშაბათს დაბრუნდება ეთერში.